რამდენ თქვენგან სმენია, რომ ზურაბჟვანია და მის პოლიტიკური გუნდი, მწვანეები 90-იან წლებში ეწინააღმდეგებოდა საქართველოში მებაღეობების განვითარებას. სავარაუდოდ ძალიან ცოტას. აი წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ცხოვრობთ ღოლოვანში და ან ცხოვრობთ ორბეთში, ეწევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რაღაც გარკვეულ ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწარმოებთ. აი როგორ შეიძლება არ გაწყობდეს, რომ შენ მიმდებარედ, ისე რომ არ გჭირდებოდეს შენი ნაწარმოების პროდუქციის სარეალიზაციოდ დიდ მანძილზე სიარული, აქვე კონდეს სარეალიზაციო სივრცე. ისტორია იყო ასეთი, რომ სოფლის მოსახლეობას დიდწილად ახელებდნენ, აგულიანებდნენ, რომ აი თითქოს აქ აგარაკების შექმნა, კერძო საკუთრების შექმნა რაღაც დაბრკოლებას შეუქმნიდა ამ ადამიანებს და თითქოს გასაყოფი ექნებოდათ მათთან ან საძოვრები, ან ადგილი აღარ დარჩებოდა სოფლის მოსახლეობას. აბსურდია ეს ყველაფერი, რეალურად ეს ხდებოდა საიმისოდ, რომ ხელოვნურად შექმნილი იყო კონფლიქტები, დაპირისპირების ზონა. ეს იყო ბოლო ამოსვლა აქ მეორეთან ერთად 99-ში და 90-ში. ამისთანა ხედის დაკარგვა და ამისთანა ადგილის მოძიება ვერ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ისეთი ავტოვანებული ვარ და ისეთი დაძაბული ვარ. აიჩქაროთ და შეეცადოთ, რომ თქვენი მოთხოვნები რაც შეიძლება დროულად დააყენოთ მარეგისტრირების წინაშე. რადგან ყველა ქონება, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება.